ხო ეხა ნორმალურად რო ვიბადროთ, მოკლედ 124 დამილეწეს. პირველივე ვიდეო დალეწვით რატო იწყება არ ვიცი, მაგრამ ესე მოუწია. მოკლედ 5-ში რო იყო ფესტივალი 124-ების, არა მარტო 124-ების, ზოგადად კროსის ფესტივალზე გასულები ვიყავით და დაგვავიწყდა გადაღება, დაგვაუწყდა არა დამავიწყდა. მაგის კადრებს ნახავთ, ჩავსავ. და მოკლედ დღევანდელი ჩვენი საქმე არის გამოვიყენოთ 124, გავრეცხოთ, ფარები მივაპოლიროთ, ცოტა კრასკასაც შევავლოთ ხელი პოლირების მხრივ, ჩვენებურად რა, რასაც სახლის ვარიანტში რასაც შევძლებთ და ოხ, შენი პეპელა დამეჯახა. პეპელა დამეჯახა თუ რა იყო ეს? მოვიყვანეთ ჩვენი 124-ით. გავრეცხით რაღაცეები ვიჩალიჩეთ. კადრებს განახებთ, ფოტოებს ჩავსავ, როგორი იყო, სანამ ესეთი იქნებოდა რა, მოკლედ ანუ სანამ გამოიჭიმებოდა, სანამ გასწორდებოდა და საზორში დაждდებოდა. დალეწილი როგორი იყო, მაგასაც განახებთ. დღის სამწუხარო დასასრული. გაგვიტეხა ეს ნაწილი, სადაც ცხელის და ცივი წყალით შეედინებოდა ჩვენს 124-ზე, მოხსნის ნაწილი არ გადაგვიღია. მაგრამ მოკლედ ეს ნაწილი არის, ვიცი რომ ეს ნაწილი, ვიცი არა, გამიგია რომ არის ალუმინისაც და ეხლა ვეძებ ალუმინის ნაწილს, იქნება დავაყენო და გაქაჩოს. მეორედ გახეთქა უკვე და არის პლასმასი რა და ალბათ ვერ უძლებს იმდენად დატვირთვას, როგორც უნდა უძლებდეს. ან შეიძლება ნაწილი არ ვარგოდა, არ ვიცი, არ გამოვრიცხავ იმას, რომ არ ვარგოდა. კი ხედავთ, სადაც არის გამოხეთქილი, ამოგლეჯილი. მოგეთ მეორე დაგვემართა ესეთი შემთხვევა ჩვენს 124-ზე. დღევანდელი დღის ცუდი დასასრული. არადა ხვალ გეგმები გქონდა, ძალიან დიდი. ვაპირებდით რაღაცეების გაკეთებას, მაგრამ არ გამოგვდის. იმედია ვიშოვით ალუმინისას, როგორც წეგამ თქვი, გამიგია რომ არის ალუმინის ეს ნაწილი. მივდივართ რუსთავში. ეხლა არის ზუსტად 11 საათი. დედადამ. Hello, команда, hello. ალუმინის ვიშოვეთ, ორი სველი წამოვიღეთ ყოველი შემთხვევისთვის, ისანში ვართ. ოხ, ჩემ ფეხგამშია. და მივალთ ეხლა და მივაყენებთ. დავაყენეთ გუშინ, მაგრამ არ გადაგვიღია, იმიტომ რომ ტელეფონი დაგვიჭდა. აი ეს ნაწილი გვჭირდებოდა ალუმინის და ვიშოვეთ. რასაც წინა კადრებში ნახავდით, ისნის დაშლილებში. გუშინ გავიარეთ. გავტესტეთ კიდევაც, რამდენად კარგად მუშაობდა, რამდენად კარგად დავაყენეთ, მოკლედ. ნუ ყველაფერი კარგად მუშაობს. ჩავასხით ანტიფრიზი, ჩავასხით გამოხდილი წყალით, ყველაფერი რიგზე არის, ამ ეტაპზე მოგვარებულია. ნუ გუშინდელი საქმე გამოგვივიდა რა, რაც გვინდოდა რომ გამოგხსლოდა. წმინდამს BMW-ში ის მაგაცი Mercedes. ეხლა ხსნით. ამას რო გვაინტერესებს, აი ეს ნაწილი ეკაფუჭებული და ამის იქნება რამე უშუალოდ ჩვენებურად და კიდე შიგნით რაღაცეები არის პაუკზე რა, რაც გვჭირდება რომ გავიგოთ რა აქვს დაზიანებული. დავშლით და დაჟევ წმინდავთ. ირა, რას წმინდავთ? რას წმინდავ? Travis ქვედან ხარია. Travis ქვედან ხარებს წმინდავთ. რეცხავთ პატარაზე, სუზეთიანია და მაგით. ბატონო ირაკლი. მიდი ახსენ. შეგი ეს არის კარგად გვანახეთ. ფილტრში შედის ეს ტაჩიკი. სად შედის გვანახეთ? აი აქ. და ეს არის ტაჩიკი, რომელიც აკონტროლებს ძრავში შემავალ ჰაერს, ტემპერატურას. თერმომეტრია ჩაოლებული ძრავში შემავალი ჰაერს. ძრავში როგორც ყველა ვიცით, ცხელი ჰაერი არ უნდა შევიდეს, რაც უფრო ცივი შევა მით უკეთესი. ცხელი ჰაერი რო არ დაიგროვოს და უკეთესად იმუშაოს ძრავმა, ამისთვის არის ეს ტაჩიკი. ეს ტაჩიკი იყო გატეხილი. როცა ძრავი ხურდებოდა და ძრავის გახურებული ცხელი ჰაერი შედიოდა ძრავში ისევ, ძრავი მუშაობდა ცუდად. ეს კეტავდა ყველაფერს, კეტავდა ხსნიდა და აბაროტები თამაშობდა. ეს დავაწყებთ. თუ გამოვა რამე არ ვიცი, ხა საჟიგანიას მისცემს ბატონი ანდრია კონტაქტებს დავაერთებთ ამაზე და გავიგებთ რას და როგორ იზავს. სადგები. და რავი. აი ეს დაგეკავშირდებით კი. აი ფორსე დაჟდა. და გაშრებ, ეხლა და მივაყენებთ უკან.
ხადაშოვა იქ ვიდეოს ნაწილი. ოპა, ძალიან მომივიდა იქ. ეს არის გვარუ. 4 საათია მოდის და ვერ მოვიდა. ნახევარ საათი. ეს არის იკუშა. დაგვიქნია ხელი შეჩემა. ბიჭო, ხელი დამი. ამას ჩაგისვალ ძმა. ჩემა. აო, ფლეში ჩართო ჩემი რა თუნდა და ფლეში. მანქანა ვერ გამოყავს დღეს, დავტოვებთ გარაჟში და რას ვიზავთ ირა ხოლ წამოვიყოთ, ხო? ხო, წამოვიყოთ თესლად. ბიჭო, ნუ ზდელო. მაგათი ეს მეგობრები, დაჩიკი რაც დადგა. ყველაფერი კარგად მუშაობს. ძალიან მაგარია, რეალურად ყველაზე მეტად რაც მინდოდა რომ გამოსწორებულიყო ის გამოსწორდა. ანუ ის დაჩიკი რაც იდგა შიგნით, ის მოძრაობდა რა. და ეხა წებო ისე გაუკეთეთ, რომ შიგნით კარგად ჯდება და აღარ მოძრაობს. ხო. ეგ კაია, იმიტომ რომ ეგ წნევას უნდა იჭერდეს იდეაში და ანუ მარტო შიდა ჰაერს უნდა იბრუნებდეს შიგნით რა. ანუ ეგ პრობლემა ერთ-ერთი პრობლემა გამოსწორდა და დანარჩენ პრობლემა თუ აქ უკვე თვითონ დაჩიქს მუშაობაში მაგას გავარკვევთ ხვალ რო დაკოკავს რა ისე მაგის გაგება შეუძლებელია მაგრამ რეალურად ეგ დაჩიკი რომ ავამუშავეთ და ზაჟიგანია რომ მისცა ცხელი ჰაერი რომ დავუბერეთ რელე ჩართო და გადაკეტა რა ეგ უკვე კაის ნიშანია რეალურად ეგ მარტო ხმაზეა მაგრამ შეიძლება ის რელე მუშაობს არ ვიცი რამდენი ვოლტიანი რელეა ეგეს რო გითხრათ მაგრამ ერთის შეიძლება ეს რელე მუშაობს, მაგრამ რას საჭიროა იმას ვერ აბრუნებს. ამიტომ მაგას ხვალ გავიგებთ რა. შემდეგ ნაწილში ნახავთ მაგას. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი გამოსწორდა, ჯერჯერობით ესე არის. და იმედი გვაქვს ხვალ როგორც კი დავკოკავ და რაც წეღან ვახსენეთ, ანუ რაცაც რთავს, თიშავს ის რელე რაც არის, იმედი ყველაფერი კარგად მუშაობს და მარტო ხმა არ არის. დღეს ვერ გამოვიყვანეთ, იმიტომ რომ ის ნაწილი რაც შევღებეთ არა და არ შრება რა და ავდგებით ხვალე გამოვიყვანთ, ცოტას გავივლით, მაგ ყველაფერსაც განახებთ, მაგრამ ეგ ყველაფერი უკვე შემდეგ ნაწილში იქნება. რომ ეს ერთფეროვანი არ იყოს მარტო ვიდეო რა და მოკლედ დაელოდეთ შემდეგ ნაწილს რა.